პატარა იყო ოციკო, რომ დედამისი გაუჩინარდა, არ ვიცით ეხლა ყოველ შემთხვევისთვის რა დაემართა და როგორ არც მკვდარი ჩანს, არც ცოცხალი ჩანს, დარჩა პატარა და პატარა მე გავზარდე ბებიამ. ეს 30 წლის ოთიკოა, ბიჭი ტრაგიკული ისტორიით. ოთიკოს დედა, რომელიც გამორჩეული იყო ქმარშვილის უსასრულო სიყვარულით, ერთ დღესაც თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ეს ამბავი 20 წლის წინ მოხდა. ბავშვი მაშინ მეოთხე კლასს ამთავრებდა. მას შემდეგ ოთიკო ყველგან თვალებით ეძებდა დედას. ვერ ცოცხალს მიაკვლია და ვერც გარდაცვლილს. საფლავიც კი არ აქვს დედის. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ცეცხლი გიზგიზებს ამ ღვთისმიერი ბიჭის გულში. გმირმა მამამ, ბებიამ და ბაბუამ მთელი ცხოვრება შესწირეს ოთიკოს და მართლაც ის გამორჩეული იყო თავისი ვაჟკაცობით, სიკეთითა და ადამიანობით. ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როდესაც ოთო უკვე დაძინებას აპირებდა, მეგობრებმა მანქანით გაუარეს სახლში და ბათუმში გაყოლვას თხოვეს. ოთომ თავდაპირველად უარი უთხრა, მაგრამ მერე დადარჩეს ალბათ თავადაც ხვდებით. სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მერე იყო წეული წამი. რეანიმაცია. მანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა 20 თაობაზე, მანამ სახლი დაგვეწვა სოფელში. უკვე რომ რეანიმაციიდან გამოსაწერი იყო ბავშვი და უნდა გამომეყვანა, საწამეყვანა არ ვიცოდი. და გადავედი კასპიის გამგეობაში და ვთხოვე უბრალოდ, რომ ერთი ოთახი გაეკეთებინათ ჩემთვის, რომ ბავშვი სუფთად დალამაზად შემეყვანა ოთახში. მაგრამ გამგეობამ უარი განაცხადა. და მას შემდეგ საბრალო ოჯახი ქირის ფულს ძლივს იხდის, ხოლო ოთიკოს სიცოცხლისა და რაჯოზე ყოფნა ყოველთვიურად 1600 ლარამდე უჩნდებათ უკვე 4 წელია. რაქნას პენსიონერმა ბებიამ, მამა კი ყოველდღიურად ფიზიკურად მუშაობს, რომ შვილის გადასარჩენად კაპიკები მოაგროვოს. ოთიკოს გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა საზღვარგარეთია. ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ძვირფასო ადამიანებო და კეთილო ხალხო, თქვენი ყოველი კაპიკი და თქვენი ყველანაირი დახმარება დაგვეხმარება, რომ ოციკო გამოვაჯამრთელოთ. წავიყვანოთ საზღვარგარეთ და ბავშვი ფეხზე დავაყენოთ. ძალიან გთხოვთ, ახალგაზრდა ბიჭია და ნუ დავჩაგრაოთ და ნუ გავიმეტებთ. არ მივატოვოთ უდედოდ გაზრდილი ეს ღვთისმიერი ბიჭი. წარმოიდგინეთ, რომ ოთიკო თქვენი შვილია. რას ისამდით? გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.